მოგესალმებით ჩვენი სასწავლებლის სახელით და დღეს შემოგთავაზებთ პროგრამა Max-ში აი ამ მაგიდის მოდელირებას. შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ხაზების გამოყენებით, ანუ ხაზდვითი საშუალებების გამოყენებით მოდელირებას. ზომები, რასაც გამოვიყენებ, იქნება პირობითი და თავისთავად გასაგებია, რომ დამწყებებისთვის არის ეს ვიდეო განკუთვნილი. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რასაც ვაკეთებთ, ყოველთვის იქნება შენახვის ბრძანება, menu file-დან save. შეინახეთ იქ, სადაც გჭირდება ფაილის შენახვა, file name-ში დაარქვით სახელი, და პირობითად მე გამოვიყენებ სიტყვას მაგი და დავუშვათ და დავასეირებ. და დავიწყოთ. ჩანართი create-ში, გვეჩანართი shape-ში, menu spline-ში, აქ რამოდენიმე menu გვაქვს. დავიწყოთ rectangle-ით. და ჩავხაზოთ ზომებით. ზომებში ჩასახაზად გახსენით თუ შეკეცილი იქნება ხვეული keyboard entry და შეიყვანოთ length-ში და width-ში შესაბამისი ზომები, რასაც ახლა მე გავაკეთებ. მათ შორის სასურველი იქნება ხაზვა გავაკეთოთ არა პერსპექტივაში, რომელიც ახლა ვიმყოფებით, არამედ Z-ხედში, ამიტომ კლავიატურაზე T კლავის დააჭირდეთ, ტოპში აღმოჩნდებით, ანუ ავტომატურად გადაიფება Z-ხედში. შემდგომ length-ში შევიყვანოთ ზომა 3-იანი, width-ში შევიყვანოთ 5-იანი. Corner radius არ ვიყენებ, ნოლსტავებთ და create-ზე დავაჭიროთ, შეიქმნება პირველი მართკუთხედი და გორგოლაჭის დატრიალებით, მაუსის გორგოლაჭზე რა თქმა უნდა საუბარი, მოიტანეთ ახლოს. შემდეგი ოპერაცია იქნება ასეთი 4 ცალი გვჭირდება, შინაარსი რომ გასაგები იყოს, აი ეს ფეხი მოვხაზე ზევიდან Z-ხედში. რომელსაც მე ესეთ სიგრძეს მივანიჭებ. დაგვჭირდება 4 ცალი ასეთი. ზომები ასევე პირობითი იქნება 60-40-ზე. და იმისაც რომ შექმნათ სხვა დაანჩენი მსგავსი მონაკვეთი rectangle არის, ჩართეთ მოსანიშნე ხელსაწყოს, select object-ი, მონიშნული გვაქვს ეს ფიგურა, მარჯვენათი დააწყაბეთ ზედამ ფიგურაზე, მაუსის მარჯვენა გილაკი ვიგულისხმევ, რა თქმა უნდა, ბრძანებად კლონი გამოიყენეთ. ჩართეთ თუ არ იქნება ჩართული ინსტანსი, სახელს მიშეცვლით. საწყისი ფიგურის სახელი გავამახვილებ ყურადღება არის rectangle 001, მომდევნოს იქნება 002. ამიტომ გრძელი სიტყვა რო აღარ ვიმეორო, ესე ვიტყვი ხოლმე. პირველი მართკუთხედი, მეორე მართკუთხედი და ასე შემდეგ. ოკეის დავაჭირეთ. შეიქმნა ორი ცალი, კიდე ასეთი ორი გვინდა. მაუსის დაჭერა გადატარებით მონიშნეთ ორივე ერთდროულად, მარჯვენათი დააწყაბეთ და ისევ კლონი გაიმეორეთ. ისევ რა თქმა უნდა ინსტანსის აქტიურობით ოკეის დავაჭირეთ. ინსტანსი ნიშნავს, რომ ერთმანეთთან დამოკიდებული იქნება ეს ფიგურები. თუ რას ნიშნავს დამოკიდებულება, ცოტა ხანში ვნახავთ. 4 ცალი ფიგურა მივიღეთ. მოვნიშნოთ რიგით მეორე, ჩავთოთ გადაადგილების ხელსაწყო. ამავე ხელსაწყოზე მაუსის მარჯვენა ღილაკი დავაწყაბოთ, რათა გამოვიძახოთ პანელი, მოვხთ transform type-ი. ცოტათი დავაპატარავთ ხედი. ესე იგი მონიშნულია rectangle 2 და მარჯვენა მხარეს მიმართულებით, X-ის მიმართულებით, აი ველში ჩავწეროთ 60, დავაჭიროთ enter. შემდგომ Y-ში ჩავწეროთ 40, დავაჭიროთ enter. ჩამოწევთ ცოტა დაბლა რომ გამოჩნდეს. ესე იგი ამ საწყისი პოზიციიდან 60 და 40-ით გადავიტანეთ ეს რიგით მეორე ფეხი. მესამე მოვნიშნოთ ახლა ამჟამად და X-ში ჩავწეროთ 60. მერე მეოთხე ფეხი მოვნიშნოთ და რიგით Y-ში ჩავწეროთ 40. ასეთი განთავსება გავუკეთე ამ ფიგურას. მოდით მოვნიშნავ ესე გადატარებით 4-ვე ფიგურას და შევუცვლი ფერს. იყოს თეთრი. თეთრი მონიშნის გარეშეც კარგად ჩანს ამ შემთხვევაში რუხ ფონის ეკრანზე და უფრო თვალსაჩინოა რა გვაქვს. ამან შეასრულა ჯერჯერობით თავისი როლი, დავხურავ ამ ფანჯარას. დავააქტიუროთ ისევ rectangle-ი, დავააქტიუროთ მაგნიტი. ამავე მაგნიტზე მაუსის მარჯვენა ღილაკი დააწყაბეთ და მიაქციეთ ყურადღება, რომ უნდა გქონდეთ ყველაფერი გამორთული გარდა vertex-ისა, ანუ ჩართეთ vertex-ი. ჩართვა გამორთვა, რა თქმა უნდა, სახელწოდებაზე ან მართკუთხედებში ჩაწყაბებით ხდება. ჩართული მაგ rectangle არის, ისევ ამახვილებ ყურადღებას და ვხაზავ ამ კუთხიდან კუთხემდე დაჭერილი მაუსით, ამ კუთხიდან კუთხემდე დაჭერილი მაუსით და ასე შემდეგ ვაგრძელებ 4-ვე მხარეს კუთხიდან კუთხემდე ამის მოხაზვას. იმას, რასაც ახლა ვხაზავთ, იქნება აი ეს დეტალი. რა თქმა უნდა, ერთი ეს, მეორე ეს, გვერდზე მესამე, მეოთხე. შემდგომ გამოვთიშოთ მაგნიტი, ეს ფანჯარა შეგიძლია დავხუროთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელს არ გიშლის არამოდალური ფანჯარა არის. ჩავთოთ მოსანიშნე ხელსაწყო და შევიტანოთ ცვლებები ზომებში. ამის სიგანე გვინდა იყოს 2.5 სანტიმეტრი, ну პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა ამ ზომებს. გადავდივართ modify-ში, მონიშნული არის ეს rectangle, ხედავთ აქაც მის სახელს rectangle-ს და სახელწოდებას rectangle 0.7.
ნუ ჩემთან 0.7 შეიძლება თქვენთან სხვა რიცხვი იყოს, ამას აქ უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და სადაც ყველაზე პატარა მცირე რიცხვს დაინახავთ, რომ ეს არ დაიმახსოვროთ, რომ y-ში ჩავწერე თუ length-ში ჩავწერე, მაგალითად ეს რომ მოვნიშნო, შეიძლება იყოს უკვე length-ის შესაძლებელი. მოკლედ, ყველაზე მცირე რიცხვი სადაც გექნება 10. იქ შეიტანოთ ცვლილება. რა თქმა უნდა, 0 ყველაზე მცირეა, მაგრამ ნუ 0-ს ნუ ჩავთვლით ამ შემთხვევაში, როგორც იცით. 5-ის ნაცვლად წერ 2 მძიმე 5. აუცილებლად მძიმეს დააჭირეთ და მიაქციეთ ყურადღება, რომ ზოგიერთი კომპიუტერში შეიძლება მძიმე არა წერტილი ჰქონდეთ. ისე რომ როცა ჩაწერთ 2.5 თუ არ ჩაიწერა 2.5 და დაბრუნდა სხვა, მაგალითად 0.5 წერმე და enter-ს ვაწვევი კლავიატურაზე, ხედავთ რომ ორიანი დააბრუნა. ესე იგი არ ყოფილა მძიმე, მაშინ წერტილი გამოიყენეთ და პირიქით. ყველაზე ხშირად მძიმე არის ხოლმე, უფრო რო ვიცოდეთ. და ასე შემდეგ გავყვეთ ყველა ამ დეტალს და როგორც აღნიშნე, ანალოგიური ჩანაწერი გავაკეთოთ. 2.5 სანტიმეტრი გვექნება ამ სამაგრის ზომა. 4-ზე შევცვალეთ. შემდგომ მოდით ცვლილება დავასაიბოთ ბარემ, უკვე რამოდენიმე მოქმედება გავაკეთეთ, სახელი დარქმეულია, ქვია მაგიდა, მაგრამ ცვლილებები რახან გავაკეთე, ამ ჩავამატე ხო, თავიდან შენახულ ფაილში, saves დავწერე. სახელს მეტი არ მკითხავს, რა თქმა უნდა, სამაგერო დაფიქსირება ეს ცვლილება. მაქსმა ხშირად იცის, ნუ ხშირად არა, ყოველ შემთხვევაში ხა ბოლო ვერსიები უკვე აღარ, მაგრამ იცის ხოლმე გათიშვა პროგრამამ და რომ არ გაგეთიშოთ შემთხვევით, თუ გაითიშება, ყოველ შემთხვევაში ბოლო saves როცა ქონდა დაწერილი, თამდე გექნება შენახული თქვენი ასე თქვათ, ნამუშევარი. ისევ create-ში ვარ, ისევ shape-ებში ვარ და line-ი ჩავთოთ ამ შემთხვევაში. ისევ ჩავთოთ მაგნიტი, ისევ მარჯვენათი დააწყაბეთ მაგნიტს, რომ მაინც ყოველ შემთხვევაში დარწმუნეთ, რომ მარტო vertex-ი გექნება ჩართული. წინა შემთხვევაში სხვა რამე რო ჩართული იყოს, შესაძლოა შეგიშალოთ ხელი და არ გამოგივიდეთ, ისაც საჭიროა. ხანჯერა შემიძლია დავხურო ეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაგნიტია დაჭერილი, ან ჩართული. და დავიწყოთ ხაზვა დაწყაბებით. ხო. თავი რო დავიცვათ, ყოველ შემთხვევაში მაინც გავამახვილებ ყურადღებას direct type-ში line-ი მაქვს ჩართული, ესე ვამბობ. direct type-ში აი creation method-ში აი ეს ხვეული არის, რომელიც როგორც წესი გახსნილია, მაგრამ თუ შეკეცავთ, გახსნა დაჭირდება. direct type-ში ჩართეთ კორნერი. ყოველ შემთხვევისათვის მაინც. და დავიწყოთ სკაპებით. სკაპი გავაკეთე, გადავწიე მაუსი ყოველგვარი თითის დაჭერის გარეშე. სკაპი ამ კუთხეში, სკაპი ამ კუთხეში. დაფას ვაკეთებ ამაგიდის. იგი ყველა კუთხეს მოყვებით თანდერულად. ანუ ფაქტობრივად კონტურს უნდა გამოყვეთ და დააწყაბოთ. თუ მაგალითად, ეხლა მაგნიტს კი ვიყენეთ, მაგრამ ხო შეიძლება 10 და სხვა წერტილს დააწყაბოთ. ეხლა თქვენ გარეთ გამოვალ და ისე გავაკეთებ სკაპებს. თუ შემთხვევით სხვაგან დააჭირეთ, ანუ არასწორ წერტილს ადგილას. მაშინ გამოიყენეთ კლავიატურაზე backspace-ი. თითო დაჭერა, ეხლა ვაწვევი თითო დაჭერას ვაკეთებ კლავიატურაზე backspace-ზე და როგორც ხედავთ, წერტილები უქმდება. ისე რომ თუ შემთხვევით დასვით, დააუხმეთ. შეეცადეთ რომ ახლოს მოიტანოთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო დამწყებებისთვის არის აღნიშნული, ეხლა მარტივი ოპერაციები, გაწევა, გამოწევა, გორგოვაჭის ტრიალი, აქ უკვე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ეს ნუ ვიცოდეთ. მოდი საწყის წერტილში დავაწყაბე და დავითანხმე, რომ close გააკეთო და დაასრულოს დახაზვა. დაიხაზა ფიგურა სახელად line 001. დამოჩეთ მაგნიტი. ეს დავაჭიროთ პერსპექტივაში გადავიდეთ. მომდენო ჩვენი ოპერაციები იქნება უკვე მოცულობის შექმნა. მოვნიშნოთ ერთ-ერთი ფეხი, გინდათ აქვე მაუსით, გინდათ რიგით აქ rectangle 0.1 რაც იყო ამაზე დააწყაბეთ. გადავიდეთ ჩანათი modify-ში, გადმორთოთ კლავიატურა თუ სხვა ენაზე გაქვთ ინგლისურზე, გახსენით modifier list-ი და ამოიჩენთ აქედან extrude. extrude რომ მარტივად ვიპოვოთ, ex-ი შეგიძლიათ კლავიატურაზე აკრიფოთ, აი ჩაიწერა აქ როგორც ხედავთ და გამოჩნდა სიაში extrude-ის შემთხვევის სიტყვები. პირველია extrude, რომელიც გინდა. ჩავთეთ extrude, როგორც ხედავთ 4-ვე ფეხზე შეფერვა მივიღეთ, ვინაიდან კლონირების დროს, როდესაც მარჯვენათი ეს კლონირება გავაკეთეთ, ვამახვილებ ამაზე ყურადღება, ინსტანსი იყო ჩართული. რო არ ქონოდათ ინსტანსი ჩართული, ვერ მიიღებდით ასე ამ ოპერაციას, რასაც ახლა გავაგზავნებ და amount-ში ამ extrude-ზე იკუთვნის ეს amount-ი. ხშირად შეიძლება მოდით ეს რაღაცა rectangle თუ დააწყაბებთ, იცოდე rectangle-ის პარამეტრი გექნებათ. ამიტომ extrude-ზეა დაწყაბებული და ანუ მონიშნული ესე ვთქვათ. და extrude-ის პარამეტრი ეს amount-ი. ჩავწეროთ -40 enter-ს დავაჭიროთ. მიიღებთ ესეთ ფეხს. გავაგზავნოთ ანალოგიური extrude-ების გამოყენება უკვე ამ დაფის სამაგრების თუ ფეხების სამაგრების შექმნისათვის. მოკლედ აი ეს rectangle-ი მოვნიშნე უკვე დაწყაბებით მაუსის. დაწყაბებით იცოდე ესე არ გადაატაროთ, ზოგს ესე გადატარება თუ მოზდის შემთხვევით თუ სპეციალურად არ ვიცი ვერ გეტყვი და შეიძლება რამოდენიმე მოგენიშნოთ აქ და არ გამოგივიდეთ ისე. ამიტომ აუცილებლად დაწყაბებით ხაზზე. გახსენეთ ისე და extrude ამოიჩენთ აქ.
ამ შემთხვევაში აქ ჩავწეროთ -4. ნუ რიცხვებს მარტივს ვიყენებ, რა თქმა უნდა, თავისთავად. ადვილად დაცამახსოვრებელი იყოს, იქ 40, აქ 4-ია. შემდეგი ოპერაცია იქნება აი ამ ექსტრუდზე, რომელიც ახლა გამოვიყენეთ ამ მართკუთხედისათვის და შევქმნით მისგან მოცულობა. მარჯვენათი დააწყაბეთ და კოპი გააკეთეთ. მერე მონიშნეთ სათითაოდ ეს დანარჩენი სამაგრები, დავიწყოთ ამით ეს ირგვლივ შემოული, ამაზე დავაწყაბე. მერე ამ რექტანგლარზე მარჯვენა მაუსი და paste ინსტანსი გააკეთეთ. გაიმეორებს იქიდან გაკეთებულ პარამეტრს extrude. ისე paste instance და ასე 4-ვეს დაწყაბება მერე აქ მარჯვენა მაუსით დაწყაბებით ინსტანსი ჩართეთ. Instance pasting გულისხმობს ერთმანეთთან დაკავშირებულს, რაც თუ საჭიროება მოითხოვს მერე ამის ზომის შეცვლა, შეიძლება 4-ვე. თუ დაგვრჩიდა, რა თქმა უნდა არ დაგვრჩდება, მაგრამ ნუ როგორც ლოგიკურად ვფიქრობ, თუ ჩვენ ვამოდელებთ ამას და რაღაცა ნიმუში არ გვაქვს, გავს რაღაცას გავაკეთებდით სინამდვილეში. რაც შეეხება ახლა დაბლა გვაქვს ასეთივე სამაგრი ამ მხარეს და იქით ამ მხარეს, რომელიც არ ჩანს და შეერთებული ესეთი ცილინდრული, ასე ვთქვათ, ჯოხით, ესე ვიტყვი კაი მარტივ ენაზე. მოკლედ ეს ელემენტები რო შევქმნათ, ანუ ეს და ისეთივე იქით რო გვაქვს, მოვნიშნოთ აი ესენი მოსანიშნე ხელსაწყოთი, ვამახვილებ ყურადღებას, რომ მოსანიშნით ვაკეთებ მონიშნვას. ეს არის კლასიკური მეთოდი, დაწყაბებით ვაკეთებ. როგორ მოვნიშნე ორივე, დავაწყაბე ამაზე, კონტროლს დავაჭირე, მიჭირავს კლავიატურაზე კონტროლი, მივედი ამ მეორეზე დავაწყაბე. მერე ჩართეთ გადაადგილების ხელსაწყო, აუცილებლად მოკიდეთ Z-ზე ხელი. მოკიდების ორიენტირებას მიხვდებით, როდესაც შეეხებით გაყვითლდება ეს ღერძი ლურჯი ფერის და ჩამოწიეთ დაბლა. ოღონდ ჩამოწევამდე დავაბრუნებ უკან მოქმედებას. სანამ ჩამოწევთ, Shift დააჭირეთ კლავიატურაზე, გეჭიროთ და ისე წამოიღეთ Z-ით დაბლა. ჩამოიტანეთ თქვენთვის სასურველ მანძილზე. გაუშვით მერე მაუს ხელი, მერე Shift კლავიატურაზე. ჩართეთ აქაც ინსტანსი, OK-ს დააჭირეთ. ვიგულისხმე აი ეს სიმაღლე რამ ხელს გინდა, თვითონ დაარეგულეთ არა, აქ ახლა არსებითი მნიშვნელობა. თქვენ როგორც მოგწონთ რამ ხელს გინდა იყოს, აი ეს მანძილი რაც ახლა აქ გვაქვს, ისევე გააკეთეთ. გავაგრძელებთ მოქმედებებს. კლავიატურაზე გაქვთ ეგრეთ წოდებული ფუნქციური კლავიშები. კლავიატურის ზედა მხარეს არის განთავსებული. აწერია კლავიშებს F1, F2, F3, სულ 12-იც არის ასეთი კლავიში გაქვთ. რიგით მესამე კლავის, ანუ F3-ს დააჭირეთ, რომ კონტროლ ჩვენებაში გამოჩნდეს ის, რაც ახლა გავაკეთეთ. მონიშნეთ ოღონდ მოსანიშნე ხელსაწყოთი, მონიშნეთ აი ეს დაბლითა ჯოხი, სამაგრი და ისევ ექსტრუდში ვართ. და აი ამ სეგმენტში ორი ცალი ჩაწერეთ. თუ ჩაწერთ 2-ს, მაშინ enter-ს დააჭირეთ. რიცხვის სხვა შეიძლება ამ მარკერების მეშვეობითაც. შეგვიძლია მოვაკლოთ, შეგვიძლია მოვუმატოთ, მოკლედ 2-იანი უნდა იყოს აქ. კლავიატურაზე F კლავის დააჭირეთ. ეს არის ხედი ფრონტი. ავტომატურად გადაგვთავს ფრონტალურ ხედზე. მოიტანეთ ახლოს. გადადით მერე მენიუ შექმნაში, create, ისე ვარ shape-ში, ვამახვილებ ყურადღებას spline-ში და circle ჩავთოთ წრე, დავხაზოთ წრე. სანამ ხაზვას დავიწყებთ, ასევე მაგნიტი ჩავთოთ. მარცხენა მაუსის ღილაკით მარჯვენათი Z დავაწყაბოთ და ახლა ამჟამად ჩავთოთ აქ midpoint. შუა წერტილი ის ჩვენება არის. აი ესე შეხების დროს ხედავთ შუა წერტილს. ესე იგი, აი ამ სამაგრის შუა ხაზის შუა წერტილს ვიპოვით, დააჭირეთ, გეჭიროთ და ისე გადაიტანეთ მაუსი Z და შუა წერტილამდე. გაუშვით ხელი. მაგნიტი გავთიშე, MS-აც გამორთავ, იმიტომ რომ იშვიათად ვიყენებთ, დავხურე ეს პანჯარაც. Modify-ში გადავედი რედაქტირებაში, იმიტომ რომ ამ ხელაწრი აქ არ მინდა, რომლის რადიუსი ამ შემთხვევაში 2-ია და მაგალითად 1-იანს ჩავწერ. Enter-ს დავაწყობ. ნუ თუ გინდათ სხვა რიცხვი ჩაწერეთ 2-აზე, უკვე ნაკლები ვიზუალურად ხედავთ აქ, რომ შედარებით პატარაა ვიდრე ეს ფიგურა. გადავიდეთ პერსპექტივაში, PS დავაჭირე კლავიატურაზე. გავხსნათ ეს მენიუ Modifier list-ის და ისევ extrude ვიპოვოთ სიაში. ავიჩიოთ და გასწორება გავაკეთოთ შემდეგი სახით. PS დავაჭიროთ ტოპში გადავიდეთ. ჩავთოთ გადაადგილების ხელსაწყო. მოვკიდოთ Y-ს ხელი და ოდნავ ზევით ავწიოთ, ისე რომ ამ ცილინდრის, რომელიც უკვე იქნება ძირი, ამ ორ ხაზს შორის, ანუ ამ დეტალში შიგნით აღმოჩნდეს. გოლგოლაჭი ცოტა დააპატარავეთ ვიზუალი და გაზარდეთ იმ ხელაზე, რომ იქაც შიგნით შევიდეს. რიცხვის შეცვლა შეგიძლიათ წკაპწკაპით, შეგიძლიათ თითის დაჭერა მაუსის მოძრაობით, ანუ თითი მიჭირავს ახლა მაუსის მარცხენა ღილაკზე, ისე ვამოძრავებ მაუს დაფაზე წინ და უკან, და როგორც ხედავთ, იცვლება ეს ზომა, ხო? რაღაც დაახლოებით რომ მიიყვანთ, მერე დაკორექტირებისათვის წკაპწკაპი გააკეთეთ. ორი ველი გაქვთ, ორი სამკუთხედი ველი მეთქი მარკერი უკაცრავად, ერთი უმატებს, ერთი აკლებს. დაახლოებით ესაც შესვით. არ გულისხმობ, რომ ამ ორ ხაზს შორის ზუსტად შუაში, შიგნით, ანუ ამათ შორის აღმოჩნდეს.
არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, აქ მეტი გექნება თუ იქ ნაკლები გექნება. ეს დავაჭირე, გადავედი პერსპექტივაში. ისევ კლავიატურაზე ფუნქციურ კლავიშს F3-ს დავაჭირე, რომ შეფერვით გამოჩნდეს. მივიღეთ აი ესეთი დეტალი და დაგვრჩა ბოლოს გასაკეთებელი ის, რომ ნიმუშს თუ შევხედავთ, ცოტათი დაბლა არის ესენი ჩამოწეული, როგორც ხედავთ. მოდი ჯერ დაფა გავაკეთოთ. დაფის ხაზის მონიშნვა ეხლა აქ ძალიან რთული იქნება, ამიტომ სახელი თუ გვახსოვს ეს იყო line სახელად, აქ დაწყაბებით მოვნიშნოთ და ანალოგიურად გავაკეთოთ ექსტრუდირება. ექსტრუდ ამოვიჩიოთ. და ჩაუწეროთ თამაში მაგალითად -2. შემდგომი ოპერაციებისათვის ისევ გადაადგილების მარჯვენა ღილაკით გამოვიტანოთ ეს პანელი. ჯერჯერობით ცოტა დაბლა ჩავწევ. თვალსაჩინო იქნება თქვენს რაც გავაკეთებ. ჩავთავ მონსანიშს ხელსაწყოს. მოვნიშნავთ 4-ვეს დაწყაბებით, 4-ვე რომ მოვნიშნოთ, ჯერ ერთ ცალზე დააწყაბეთ, მერე კლავიატურაზე კონტროლს დააჭირეთ, კლავის გეჭიროთ და ისე დააწყაბეთ დანარჩენ 4 მაგზე. ჩართეთ მერე გადაადგილების ხელსაწყო, მარჯვენა მაუსის დაწყაბებით უკვე გამოტანილი მაქვს ეს პანელი. კუთხე მოიტანეთ ერთ-ერთი ახლოს და Z-ით მოაკელით მანძილი დაწყაბებები. ჩაწიეთ იმ ხელაზე, რამდენითაც გინდათ. შემდგომ მონიშნეთ ეს დეტალი და Z-ით ამოწიეთ ზემოთ, გაასწორეთ დაახლოებით მანძილზე, ისევ ახლოს მოიტანეთ და დაკორექტირებით დაწყაბებით მომატება მოკლებით და კორექტირებთ თქვენთვის სასურველ სიმაღლეზე. ამ ხელაზეც გინდათ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. აი, ასე შევქმნით ეს ასე თქვათ დაფა. ფერებს რაც შეეხება, თქვენთან შეიძლება განსხვავებულ ფერებში იხაზებოდა. ეს ჩვენ დღევანდელი თემა ახლა არ არის. მონიშნეთ ესე გადატარებით თლიანად მაგი და მოდიფიში ვიმყოფები ვამახვილებ ყურადღებას და აქ დაწყაბებით ნებისმიერი ფერი შეგვიძლიათ ამოიჩიოთ. ერთი მქონდა თავიდან ფიქსირებულად ჩართული. და ასევე იხაზებოდა. თქვენ რა ფერებიც გინდათ, შეგიძლიათ დაახლოებით ფერები მიანიჭოთ, რა თქმა უნდა, ეხლა იქ ფოტო გადაღება იმაგინაზე გაკეთებული. ლოგიკურია, რომ აქედან ეხლა ფერებით იდენტურს ვერ გაიმეოროთ, მაგრამ დაუშვათ პირობითად თქვა, შეიძლება ესეთი მოყვითალო გავაკეთო ეს ყველაფერი და მე ავდგე და ამას ლურჯი ფერი გავუკეთო. ამას გულისხმობ, რა თქმა უნდა, Z გადაფარებულ Z თავს. დავასრულეთ ცვლილებები, ვინაიდან დავასრულე უკვე ამის მოდელირება, ფაქტურად ანალოგიური მოქმედებებით იხაზება ეს ჩვენი ასე ვთქვათ სკანით. დღეს ამი დავასრულებ. დაგემშვიდობებით.